ნებთ დუმილს, საუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა გრიფით საჯარო, მე ტარიელ დათიაშვილი ვარ, ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი. დღეს ჩვენი სტუმრები უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ ბარბარობას ამ მშვენიერ დღესასწაულს, გისურვებთ წარმატებებს და კარგი ბედი დაგბედებოდეთ. ჩემო ქართველებო, დღეს ჩვენთან სტუმრად არიან სამი ქართველი პოეტი ქალი, ასე რომ ვთქვათ. სამი ფუნდამენტი შეიძლება ითქვას იმ თაობისა, რომლებმაც 80-იან წლებში დაიწყეს აქტიური სამწერლო მოღვაწეობა. და მინდა გითხრათ, რომ სერიოზული გავლენა იქონიეს მომავალ თაობებზეც. საყვარელი პოეტები ჩვენი, ვინც იცის ქუთაისელმა მწერლებმა ჩვენი პოეზიის ისტორია, ასე რომ ვთქვათ, თქვენი ფასი აუცილებლად ეცოდინებათ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე მთელი ქართული სამწერლო საზოგადოება აღიარებს თქვენს ასე რომ ვთქვათ უპირატესობას. ეს არ არის ხმამაღლა ნათქვამი ნამდვილად. მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში იშვიათად მოიძებნება პოეტი ქალბატონები, რომლებიც თქვენზე უკეთ ართმევდნენ თავს ამ ძალიან რთულ საქმეს, ამ ბედისწერას, უკლავდებოდნენ ამ ბედისწერას, ასე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, ყავს ნიჭიერი პოეტები, რომლებიც არ ჩანან. სამწუხარო ახლა ეს კიდე სხვა საკითხია, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ლიტერატურული ცხოვრება ძალიან მოიკოჭლებს, გესმით, აი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაში, მათ დაფასებაში, მათ წაკითხვაში, პოეზიის წაკითხვაც კი პრობლემატური რამაა დღეს საქართველოში. რაღაც ისეთი კლიშეები მოქმედებს და ესე იგი არის წინა პლანზე წამოწეული, რომლებიც ლიტერატურასთან პრაქტიკულად ხანდახან შეხებაშიც კი არ არიან. მე მინდა დღევანდელი გადაცემა მოგიძვნათ თქვენ და მიუძღვნა კონკრეტულად თქვენს პოეზიას, არა მსჯელობას ლიტერატურაზე, ისტორიაზე, არა რაღაცების პრობლემების გარჩევასა და ასე შემდეგ, არამედ მინდა დღევანდელი დღე იყოს წმინდად პოეტური, ლამაზი დღესასწაული მინდა შევუქმნათ ჩვენს რადიო მსმენელს და დავიწყოთ. მოგჯერებული უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით. მოგესალმებით. მივესალმოთ ჩვენს რადიო მსმენელს. ძალიან ერთგული და კარგი მსმენელი ყავს რადიო ძველ ქალაქს. პოეზიის ძალიან დიდი მოყვარულები არიან. მოგესალმებით. მივესალმებით რადიო ძველი ქალაქის მსმენელთა საკმაოდ დიდ აუდიტორიას. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, წმინდა ბარბარეს დღესასწაულს. მისი მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, თითოეულ თქვენგანის ოჯახს. დიდი მადლობა გადაუხადოთ ამ გადაცემის წამყვანს, ჩვენს მეგობარს ტარიელ დათიაშვილს. მას არასოდეს ელევა დიდი რამბები, არასოდეს არ ელევა შეიძლება აღმატებული ეპითეტები. ნამდვილად, მაგრამ გამომრჩა ამჯერად თქვენი სახელები და გვარების დასახელება. მინდა ჩემს რადიო მსმენელს შევახსენო, რომ დღეს ჩემთან სტუმრად არის ქალბატონი ნანა გასვიანი, ბელა უჩაძე და ცირა ყურაშვილი, სამი მშვენიერი პოეტი. ქალი. მადლობას გიხდით, რომ მოგვეცით საშუალება დღეს ამ მშვენიერ დღესასწაულზე შევხვდეთ თქვენი საკმაოდ ძვირფასი რადიოს მსმენელებს და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს ბელას და ცირას და მთელს თქვენს შემოქმედებით კოლექტივს. ძალიან კარგი და ეს მადლობა, მაგითო საკმარისი არ არის ნანა, ნამდვილად გითხრათ, შეგიძლიათ. ასე პირდაპირ დავიწყოთ რა. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ პოეზიის სამყაროში ვიმყოფებით. აი მოდი ვისაუბროთ ლექსებით უბრალოდ. მე მინდა თქვენი ლექსები შეღებდეს, რაც შეიძლება და ბევრი და რაც შეიძლება ხშირად და რაღაც ორი სიტყვაც ვთქვათ. ცოტა წარსულიც გავიხსენოთ და ასე შემდეგ. მოდი ერთი კარგი ლექსით დავიწყოთ. რა ვიცი. კარგით არ ვიცი, მაგრამ რაც პირველად მომხდება ხელში, მოდი მივიწყეთ და იმას წავიკითხავთ. რა თქმა უნდა. წავიკითხავ.
სონეტი იუდიას მეხუთე პროკურატურზე, მხედარ პილატე პონტუელზე. წარწერა ბულგაკოვის რომანზე ოსტატი და მარგარიტა. ბეთბაგეს კვირტილ ლეღვიანში დახსნეს ლეღვებმა. კედრონს გამოღმა ზეთისხილის მთაზე, მხედარო ცა მოინიშნეს ჭილყვავებმა, მზის გულზე ლღვება, ხასმონეების სასახლეთა უტყვი კედარო. ანტონიუსის შემზარავი კოშკის ასლექილ კამარადებ ქვეშ ყარს ქუჩები, ტბორი, ტევრები. იუდეაში ჩამოდგება მალე პასექი, პროკურატორო ერშალაიმს რადე მტერები. საძულელ ქალაქს შენსას დასხდა სინედრიონი მსჯავრისთვის, მსჯავრი არ იქნება, ატყობ იოლი. ბეწვი გადაჭრას ვინ ჩიაბა დაეიმანო, ხელები ოქროს შუბიანო არ დაიბანო. ნისანის 14-ს ქაჩალგორა სისხლმა გადახნა 12,000 მთვარიანი ხამის გადახმა. დიდი მადლობა ჩვენი ლექსისთვის. მინდა ბელას მივმართო ახლა. წეგანო ამბობდით იმის არ იყოს ბელა უცბად გაჩნდა ჩვენს სამყაროში და უცბად გაქრა მე რა ესე ვარსკვლავით მოწყვეტილი ვარსკვლავით ხდება და ქრება ეხლა დრო და დრო მოწყვეტილი ვარსკვლავით ჩაიქროლა და სურვილის ჩაფიქრებაც კი ვერ მოვასწარეთ ისე გაგვიქრა პოეტური სამყარო და მაგრამ აშკარად დატოვა ის ხივი რაც მის პოეზიას ახასიათებს ბელა აი თქოთ რამე გითხრათ და წაგვიკითხოთ მე შენი ლექსი. არიელ პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ რომ დღეს მოგვიწვიეთ თქვენს მსმენელებს აგრეთვე მიულოცავ ამ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს ბარბარობისას ბედობის დღეს და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ. კარგით წავიკითხავ. ვერ დამიწერე საფერი როლი. ახლად გეხარდა ფიქში ვიწრო კუბოს მაზომებ. ვერ გამიჩხიბე კოსმოსების მომწვანო ბროლი, დედამიწასაც ვეღარ ასწორებ. ხარ ვინმე ლოთი შეწირული გენების სიღრმეს. ამოგშანთვია თეთრ თვალებში ჯვრები მაღლები. გადაგივიწყეს ჩვენ სამშვინელს უფალი იღებ. მძიმე თიხაში რომ ჩავკეტო კვლავ ხელაღებით, მაგრამ ჩვენ გვახსოვს. თვით სინათლეც რომ დაცემულა, ცოდვით ვიმკვიდრებთ ადგილს ხედრებთან. ერთადერთ ამ ხუთ დღეში ვინ არ გვემულა, ვინც არ მიბრუნდა გაძარცული ისევ ედემთან. არ გვესწავლება შურის გება მზის თვალა კოლხებს, ჩვენ მირიადი წარმართული ღამე ვათიეთ. და ახლა მიტომ გვეთვლიმება შენს თეთრ დილაში ყოვლის მგრძნობელო შეგვამჩნიე და გვაპატიე. უნდა სამყარო დავყო რიცხვებად და ყველა რიცხვში ჩავრგო ყოფნის თმენა ნაჩვევი. უნდა ვიდრემდე მშრალ თვალებში ცრემლი მიცხვება. გამოვიგონო წესი ფერის უხმოდ გარჩევის. უნდა ვისწავლო წასასვლელი გზების მოკირწყვა. უნდა შევბედო ჩემს ძვირფას თავს მცირე აუგი. უნდა უდაბნოს ასი რიცხი ლექსით მოვირწყა, ვიდრე საფეთქელს რახარუხი კიდევ გაუდის და წარსულების ავი სუნთქვა თუ კი დამფუფქავს. ხომ იგრძნობთ მაინც რომ ჰორიზონტს არ ვებევრები, ამ მერედიანს ბევრი სული ხორცად დაუფქვავს და ახლა მეც მის მოუხილო მხრებს ვეფერები და ახლა რიცხვთა სიმარტივით წალეკილ ხედვას ნუღარ დამიფლეთ კიდევ შენი მზერის შევლებით რიცხვ უდაბნოში ყარიბობა მერგვინა ბედად შენს ჭრელ თვალებში ვერ ჩავტოვე მოსვლის მძევლები. შენიერი ლექსი იყო ნამდვილად მე გამახსენდა ის აი ვიგძენი სურნელება რაცაც ტოვებდა მართლა ბელა მინდა გითხრა რომ მე მეგობარი მყავდა ეს იყო ეროვნული მოძრაობის პირველი ასე თუ ვთქვათ იწყებოდა ეროვნული მოძრაობა მე როდესაც ჩამოვედი საქართველოში და დამახვედრა ჩემმა მეგობარმა იცი ვიღაც უნდა გაჩვენო, ვიღაც უნდა გაგაცნო. ერთი პოეტი გოგოა, რომელიც არის ფანტასტიკური და არის საოცარი და განუმეორებელი და შეუდარებელი და სამწუხაროდ ეს ბეჯი დღეს ჩვენ გვერდით არ არის ფიზიკურად ვამბობთ, ისე რა თქმა უნდა მაგრამ მე დამაინტერესა ძალიან და მართლაც გამაოცა მინდა ეს განსაკუთრებით აღნიშნო შენმა რაღაცნაირმა თავისუფალმა ინდივიდუალურმა ორიგინალურმა მანერამ წერის და მე უცბად იმანაც შეიძლება ითამაშა დიდი როლი რომ შენ დარჩენილიყავი ჩვენს მეხსიერებაში ძალიან დიდ ხანს რომ შენ მართლა ძალიან უცბად გაქრი ეს და ეს არ ვიცი შენ განგებ გააკეთე თუ უბრალოდ ასე გამოვიდა მაგრამ ეს გამოგივიდა ნამდვილად სერიოზულად
და იმედი ამას თემდე ვერ შეიძლება მაგროლს ხო არ არსებობს ვინც მიდის ის აუცილებლად გუნდება ახლა მინდა გადავიდე ჩვენს ცირასთან ცირა ყურაშვილთან გადასარევ პოეტთან წერალთან საზოგადო მოღვაწესთან პრინციპში და ბელას გარდა მეგონი აქ საზოგადო მოღვაწეებიც ზიან რომლებსაც სერიოზული საზოგადოებრივი ფუნქციები და როლი აკისრიათ ამ ქვეყანაში და ისევე წარმატებით ართმევთ თავს ამ როლს როგორც პოეზიაში რას გვეტყვით ცირაბა დაგვატყბეშენი პირველად მიულოცავ სმენელს რადიო სმენელს დღევანდელ დღეს ბარბარობის დღესასწაული დღევანდელი დღე ბავშვების მფარველის დღე არის მინდა ბარბარის მადლი შეეწიოს ჩვენს შვილებს და ყველა ბავშვს ყველა ახალგაზრდას და სიკეთე და სიხარული არ მოუშალოს მათ მე მინდა რა კი ეს დღევანდელი დღე ზეთ რელიგიური ნიშნით არის გამორჩეული მინდა წავიკითხო წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი ლექსი ნუში ყვაოდა მას შამსა დედოფალო ორბის მზერით როს აერთა სიმაღლიდან ცხეთას ფრთები მოუტევნი საკვირველი საღმთოს რბაი დედოფალო ნიშს დაიდებს ნაკლებ დედაკაცობით და მეტად მამაკაცებაით ხედავ ღმერთად ხადენ რკინას გამობერვით განჭედილსა ხედავ ჩვილებს ვითარც თივას ესრეთ თივენ და დაუფრთხენს ძალი შენი ძულომივით რვალის ქვევრებს დაუფრთხენს და იმავ კერპებს აქეთ-იქით მიარეკებს დააცხრება სიტყვის ქვებად წამხდარ ვაზებს ქვევრის თურდოს თუ ვიგლოვოთ ჩვენო შევსვათ იმ კერპების ნაცარტუტო დედოფალო ძალით შენით სრულის მამაკაცის ძალით ორში მოთია მოქონდეს დროშმის ჩამოფქვილი რვალი დედოფალო ბაგით შენით ბნელის ნათლად გარდამქცევით ჯურღმულით აღმომდინარით წყაროით და უწყვედელით დედოფალო ხატით შენით თეთრად აფეთქილი ნუშით ტკბილი უფლის თანალმობით ქართლი ნუღარ მოიქუშვის მოდი ერთი წუთით ჩავეჭრები წამყვანის ფუნქციას და ბატონ ტარიელს თხოვრო წაიკითხოს აი ჩვენ ვიცით რომ ტარიელ დათიაშვილი მაჯერ თავი გაგვაცნო როგორც პუბლიცისტმა შემდეგ როგორც პროზაიკოსმა და სულ ბოლო შემოგვაპარა აი ესეთი პოეზია და ეს პოეზიაც საკმაოდ ისეთი ორიგინალური ნიშნით არის აღბეჭდილი და მოდი თხოვოთ ეხლა რაღაც ეს საღამო უფრო მთლიანი ეს გადაცემა უფრო მთლიანი რაღაც შეკრული გამოვიდეს. მოდით არიოს თხოვოთ რომ წავგიკითხოს ეს ლექსი. ჩემი არა, რა თქმა უნდა არა. და შენს ლექსს ნანასი ამონები წავიკითხავ. მე შენი ლექსი წავიკითხეთ არის. ამასინ და ჩვენ შეხვედრა საღამო გქონდა. ჯაზ არტეში, კაფეში, სადაც ცირამ და მისმა მეგობრებმა წარმოგვიდგინეს ჟურნალი ახალი საუნჯე და ხომლი ხო? არტ ხომლი ესეთი ჟურნალებია. არტ ხომლი და ახალი საუნჯე. ეს ორი ჟურნალი ერთის მეგონი რედაქტორი შოთა იათაშვილია და მეორე არის ნინო სადღობელაშვილი არტ ხომლის. ძალიან საინტერესო საღამო იყო და იქ გამახსენდა რომ ცირამ წაიკითხა ჩემი ლექსი და სხვადასხვა მართლა მომეწონა. ხო და ხაში თავად წაიკითხე. არა, ჩემი ლექსი მართლა ვერ წავიკითხავ ფიზიკურად არც ამას და მე მართლა პოეტად თქვენს გვერდით არ გრძნობ თავს, გაფიცებით ამას ვამბობ აბსოლუტური ყველანაირი აი ავის კაპრანჭვის გარეშე ეს არის საუცხოო ლექსი რომელიც მე ძალიან მიყვარს და ეს ლექსები უბრალოდ ეხლა მოსაძებნია და მე ველოდი რომ თვითონ ექნებოდა ეს ლექსი და არა ნამდვილად არ მაქვს მე ნანას ლექსს წავიკითხავ დიდი სიამოვნებით მიყვარს თქვენი პოეზიის ჟღერადობა და მეც ხანდახან მართლა ვკითხულობ ხოლმე ხანდახან დავждები და ჩემთვის ვკითხულობ ხმამაღლად სხვადასხვა შორის. იმიტომ რომ პოეზიას ყოველთვის ხმამაღლა ვკითხულობ.
არის ტექსტები, რომლებიც ხმამაღლა არ იკითხება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა რამ საძიებელი სხვა სიღრმეებში ხარ შესასვლელი და იქ ჩუმად უნდა იარო, აბსოლუტურად უხმოდ, ნელა უნდა წახვიდე წინ. მაგრამ არის პოეზია, სადაც სიჩუმე არის უაზრობა რა, ნამდვილად გეუბნები და თქვენ პოეზიას მე მაშინ რო ხმამაღლა უნდა იკითხებოდეს. ეს სხვანაირი ეს კომპლიმენტია თუპი. არა, კომპლიმენტი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იქ სადაც ჩუმად უნდა იარო, ძალიან დიდი გზა გაქვს გასავლელი, მაგალითად დანტეს ხმამაღლა ვერ წაიკითხავ, შოთა რუსთაველის კითხვაც მართლაც რთულია ხმამაღლა. ილიადასაც ასე. მე ეპოსები და დიდი შორი გზა რო გაქვს გასავლელი ძალიან დიდი გზა იქ ჩუმად უნდა იარო ესმის მე რომ ენერგია არ დახარჯო თან სოდაშორის მთაში ვინც არის ნაყოფი იცის რომ აღმართზე როცა ადიხარ დიდ წეროალისკენ როდესაც ვემართები ბევრი არ უნდა ილაპარაკო იმიტომ რომ არაფერი ისე ენერგიას არ გაცლის ადამიანს როგორც ხმამაღლა ლაპარაკი მაგრამ არის სიტუაციები როცა ეს საჭიროა ეს რთულია გესმით აი ლექსი რომელიც ხმამაღლა უნდა იკითხებოდეს ლექს პოეზია მე ვთვლი რომ გაცილებით რთულია ვიდრე ეპოსების წერა დღეს ჩვენს ეპოქაში ნუ ეს სხვა ტიპის საკითხია ჩვენ სამსჯელოთ ნამდვილად მინდა პოეზია იყოს უფრო მეტი წავიკითხავ შენს ნათლობას თუ დამთავრებას კი ბატონო არ ვიცი ინტონაცია და არ მახსოვს მართალია, მაგრამ მედია ჩავჯდები ძალიან მალე, ვიდრე მთლად წუხილის უდაბნოდ ქცეულ ვართ სულე, დუმილი ხავსივით აგბიბინებია ხელის გულებზე, ვიდრე კოჟრები ციზმრებს შევხოცები ვართ, ერთხელაც მომეშველე, სახელები დამარქმევინე ლექსებისთვის. ჩვენი საერთო შვილებია, ვითომც მაღალი გემოვნების სისხლიან კალოს დასხლეტილი ჩვენი ნაბლუშვილებია. ხედავ როგორ აცეცებენ თვალებს, ხედავ როგორ აწყდებიან ღობე ყორეს, ხედავ როგორ წვივიან და ეთმასნებიან ერთი მეორეს, ამათ ვინ გათლის და ვინ დააყენებს ფეხზე, ამათ ვინ შემოსავს თავარი სამოსელით, ამათ ვინ გამოიყვანს ხალხში, სახელები მაინც დავარქვათ შნოიანი ამუშნოებს, აბა შეკაცო უსახელოდ ხომ მარი წანწალებენ ამ დუნიაზე, აბა შეკაცო ამ ჭრელი და ხიფათიანი ბურთის გაღმა გამოღმა გუდანაბად აკიდებული ბედის აწემლად როგორ გავუშვებთ რომელიმე რომ პრეტენზიული მკითხველი სიკვას დაასკდება ვაი დედაო რომ დაიკვნესებ სახელი ვეღარ დაუძახო რა გული გამიძლევს დალოცვილო საშულად არ მიფრინდე არავი ტატო არ დაუყვავო ანაღლებულ ბულს ძუძუ არ ჩაუდო პირში დიდი პურობა ვქნათ ყუნინობის თვეში სულ დავკლათ შავი უშობელი ვიწვიოთ დარბაისელნი უკბილო ბებრუცანაც მოვიძიოთ 900-იქიდან რომ ჩვენს პატარებს შიშის თვალის და მონადებისა მოულოცოს ავგაროზები დაკიდოს გულზე უსიკვდილოდ მოიცალეს სულე ყველა საქმე გვერდზე გადადა ერთხელაც დამიჯერე ჩამოდი მაგ სნობების ქალაქიდან და სახელები დამარქმევინე ლექსებისათვის იმედია არ გავაფუჭე მაგრამ არა უშავს განწყობა ჩანდა გადავიდეთ ბელაპა არ გავაციოთ პოეტური საღამო. კარგი მე მაქვს ძველი წიგნი კი არა ერთადერთი წიგნი მაგრამ ყველა არის მე-20 საუკუნის 1990 წელს დაწერილი ლექსებია და თუ ამას მგონი არა აქვს მაინც და მაინც ასეთი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცნაირად მოვიბოდი შენ. აი მოდი გააღე გაზაფხულის ასივე კარი და გამოუშვი ასაფეთქებად განწირული თეთრი კვირტები მოვიდა გოდო დასასრული დაუდგა უსრულს მოხვალ გამიტან გაზაფხულში შემიყვარებ დამაკვირდები მუდა მახსოვდი სამყარეულ არეულ ხმებში მახსოვდი შენ და მთვრალი მთვარე შენს ფერმთალ თმებში სული ავისე გულგული მზერით და ცივი ტაშით მოდი წვდიაჩი და როგორც მაშინ უსასრულობა მე ისევ შემშლის მოვიდა გოდო ჩემს ყრილ ფიქრებს მეწამული ფერებით ახსოვს თოვლის ინფანტებს ფერგადაკრული ნატიფი ყელით საგალობელი მიერთვათ მზისთვის მიყვარდი ახლაც მაინც რატომ მითხარი რისთვის სავსე ვარ ახლაც იმ მონატრებით მარადიული უპასუხო გზნობა გრძელდება რა უნდა გითხრა ზარატუსტრა აღარ იწყები და სხვა არავინ ჩამისახლდა სისხლში ელდებათ
მაგრამ ეს ნატურაც მოვადრო და დამთავრდება და დამიწყდება ერთი გლოვის უიღბლო თემა, ჩაფიქრებული უდიადეს ტრაგედიებად დადგმული ფარსად. სად არის შვება, სად არის ხსნა, სად არის შველა? არსად, არასდროს არავისთან არაფრით არსად. მე შენ გიყიდი ამ სიტყვებით სხვა სიტყვის ფასად და მე ვარსებობ ზარატუსტრა შეშლილ ფერში, რომელსაც დედამიწის დრო და სივრცე აძლევს ფორმას თუ ფორმობას, ისევ მიყვარხარ ზარატუსტრა. წარსულის მსგავსად, თუმცა არ ვიცი, ჩემსთან სისხლში ჰორიზონტს იქეთ, შენ მოხვალ თუ სხვა უფრო მოვა. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ლექსი იყო და მოდი ახლა დროებით ჩვენ რეკლამაზე გავალთ და მერე ისევ გავაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. სლოტ კლუბების ქსელი ლას-ვეგასი ჯერ არ ნახულ გათამაშებებს იწყებს. ყოველ პარასკევს 2000 ლარი და გრანდიოზული სუპერპრიზი ავტომობილი Hyundai Sonata. დიახ, არ მოგესმათ, Hyundai Sonata. ლას-ვეგასი, შეიგრძენი თამაშის უპირატესობა. ჩვენთან ყველა გამარჯვებულია. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ლუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ litrიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. დეკემბრიდან ელიტ ელექტრონიკსში საჩუქრად ბოშის წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ძვირადღირებული საჩუქრების რაოდენობა შეზღუდულია. მისამართი ქუთაისი გამსახურდიას 5 ჭავჭავაძის და ნინოშვილის კვეთა. დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. გსურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. ხელოვნება, როგორც ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი, ყოველ შაბათს არტერიაში გაივლის. არტს, როგორც შეტყობინებას, დამტარი სჭირდება. არტერია, გადაცემა ხელოვნების ყველა სფეროზე. ყოველ შაბათს, დილის 10-დან. არტერია, ძველი ქალაქის ეთერში. ქალაქი განსხვავებულთა ერთიანობაა. იგრძენი მრავალფეროვნება. ძველი ქალაქი FM 107.9. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. შეგახსენებთ, რომ ეს არის გრიფით საჯარო. მე ტარიელ დათიაშვილი ვარ და ჩემი დავანდელი სტუმრები არიან ბელა უჩაძე, ნანა გასვიანი და ცირა ყურაშვილი, ქართველი პოეტი ქალები. სასიკადულო ჩვენი მართლაც პოეტები და ყველასთვის საყვარელი პოეტები. მე ცირასთან მინდა ახლა გადავიდე, ასე რომ ვთქვათ და მართლაც ჩვენ დავპირდით ერთმანეთს, რომ არ ვისაუბრებდით რაღაც პრობლემებზე. ხო, მაგრამ შეიძლება რაღაცა ვთქვათ, პრობლემებზე, რომლებიც აწუხებს დღევანდელ პოეტებს, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, ბევრჯერ ჩვენი ტკივილი გაგვიზიარები ამ სვენელისთვის, ერთმანეთისთვის მით უმეტეს. ესე მაინც უფრო მეტი გვინდა. რატო უყვარხარ, რა თქმა უნდა, ყველას უყვარხართ, მე ვიცი პოეტები მთელ საქართველოში. აი ბელა არის ცოტა ასეთი დამალული, დუმალი, იმის ინარჩუნებს მაინც ამ ჰაბიტუსს, ასე რომ ვთქვათ, ამ ნიშას, მაგრამ თქვენ მართლაც ყველა გიცნობთ. მე ამ ბოლო დროს ნამდვილად იშვიათად შემოვხედრია ადამიანი, ვისაც თქვენი სახელი არ ცნობოდეს და ვისაც პატივისცემით არ მოეხსენიებინოს ეს, მაგრამ ჩვენ მაინც მეტი გვინდა რა გვინდა
რა გვინდა არ ვიცი დღეს რას ვითხოვთ ხო აი ზუსტად აი რას ვითხოვთ მკითხველისგან რას ვითხოვთ ქართული პოეზიისგან პოეტური საზოგადოებისგან აი მითხართ რას ითხოვთ აი ამ წუთში რას ვფიქრობ ხა მკითხველზე არ ვფიქრობ ამ წუთში ესეთი ძალიან კაი იდეა მაქვს უბრალოდ რამდენად ეს არაერთხელ ვიფიქრი ამ თემაზე და დაგვისახია კიდევაც მაგრამ ვერ მივიყვანეთ ბათუმელა აი ცოტა ხნის წინ გადმომიგზავნეს ბათუმელი ახალგაზრდა ბათუმის აჭარის მხრის მოსწავლეების ნაშრომები მხატვრული თხზულებები და დაახლოებით მომიწია 100-მდე ნამუშევრის შეფასება არა ხო ეს აი მათ გამოაცხადეს აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი და ჟიურის შემადგენლობაში მომიწია ყოფნა და გადმომიგზავნის 100-მდე ნამუშევარი ახალგაზრდების მოსწავლეების დამამთავრებელი კლასების და კლასის და უბრალოდ ავთოვანებული დავრჩი აი ესეთი კარგი შესაძლებლობები ნიჭი უნარი ჩანდა ამ თხზულებებში და გული დამწყდა რომ ყველა მხარე რაღაცნაირად აი ამ ასეთ ყურადღებას აქცევს და ჩვენთან სულ ესია სულ იგნორირებულია სულ მიშვებულია სულ არადა ენერგეტიკა რასაც ქვია ეს ინტელექტუალური განსაკუთრებული და ეს პოეტური ენერგეტიკა ჩვენ ქალაქში არის განსაკუთრებული და განუმეორე ფენომენურია ფაქტიურად ჩვენი ქალაქი და გული მწყდება რომ ესეთი რაღაცა არ არის ჩვენთან ყურადღება დაფასებული და ყურადღება მიქცეული და აი ხა ვიფიქრე რომ თუ მსგავსი რა გაკეთდება ხო არ არის რთული რომ 100 ახალგაზრდის ნამუშევარი შევაფასო ერთ ადამიანს ერთი მე შემიძლია ერთი მეგობრები არიან ადამიანები ვისი მოწვევა შეიძლება შეფასდეს ახალისდეს და გაუჩნდეს ინტერესი ახალგაზრდას ხო ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს ეს არის კონკრეტული ჩემი აი ამ წუთის აი ის რაც შეიძლება ამ წუთში მე სხვადასხვა აი მართლა მაინტერესებს შეიძლება შევკრიბოთ კიდე ხალხი არ ვიცი იქნებ კიდე თქვენ დაგიძახოთ და მოდი დავაჯინოთ აქ ეს ჩვენი კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები და დაუსვათ ეს კითხვები რა პრინციპით ხელმძღვანელობენ რა პრინციპით უდგებიან საერთო კულტურას პოეზიას ჩაგეჭრებით და სანამ ახალი კადრები არ მოვლენ სანამ ახალი რაღაცა სისხლის გადასხმა არ მოხდება მე მგონი ის ძველი მენტალობას ეს 9 წელი არ უკეთებიათ ეგ საქმე და მოდი ახლა ტარიელი უბრალოდ წყლის ნაყვა იქნება მათი მოსმენა და მათ მოსთხოვ ეს საქმე და მე მგონი ეს ყველაფერი უნდა დაალაგდეს, უნდა შეიცვალოს და ის ხალხი უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და იქ კულტურის სამსახურში და ვისაც ეს საქმეს ტკივა, ვისაც ეს საქმე აინტერესებს და ვინც ამ საქმეს გააკეთებს რა ბოლოს და ბოლოს. კარგი, მოდი პოლიტიკაზე შემოგვეყვება. არა, აი ყველაფერს მაინც აქამდე მივდივართ სამწუხაროდ. არა, მოდი ჩვენ მივიდეთ პოეზიამდე მივიდეთ. რაც პოეზიის ფარგლებს იქეთ არის და რაც ანუ შეუძლებელია და განუხორციელებელია და აი ერთი კარგი ლექსი ახლა რომელიც ამ სევდიან და ამ ნოტას ამ ხერხურ სიტუაციას განუხორციელებს კი ბატონო აი სულ ჩამიქრა მგონი ბებიას ხსოვნის ლექსი ტაცე იწექი როგორც დიდი ვარდი და ამჭკნარი ბებერ მებაღის ხელით მოჭრილი მე კი იმ სახით დავდექი კართან თითქოს ეთქვას მებაღეს დაივიწყე კაბის კალთა საიდანაც ეშვებოდა ორი მძიმე ფეხი შენს თანზე უხმოდ ვითვლიდი ხალებს გიმახსოვრებდი ორი ბრტყელი ქვა გედო მკერდზე გამაფრთხილებლად მერე კი შენი მკლავი მოუხარეთ მე ვთქვი წახვედი და გავიხსენე ჩემი ხელები დიდი ძარღვებით მე გიხსენებდი ფართო კაბებთან რომელთა დააკვირდათ მზეზე გაფენა ჩუმად მომქონდა ჩვენი ჩაის ვარდის რტოები მე შენი სული როგორც მტრედი მეჯახებოდა შენ კი იწექი ვარდისფერი ქუთუთოებით მარი ჩავჯდები კვლავ შენს კალთაში ჩავჯდები და თავს მოგადებ გულთან მარი დავშინდი მარი შევშინდი მარი რატომღაც შევშინებულ ვარ ჩვენ ერთნაირი ჯიში ქონდა მავთულებს იქით ჩემს მზერაში ვიდრიაში შიდა წარმართული თქვი გულთან თქვი ფერო ფერთან თქვი ძვალო ძვალთან თქვი რბილო რბილთან მარი შენ იცი რაც მე მუქრება თუმცა მამის ნების და მორჩილებით გახარ ნათელში შენი მუხლებით შენი მუხლების ფართო ჭრდილებით
დარიელთუნებას მომცემ ერთ რამეს ვიტყვი, რომ საცირა კითხულობს ისევე როგორც ბელა, მე ეს ლექსები რასაც კითხულობ და რასაც განვიცდიან, ისევე განვიცდი და ისევე როცა კითხულობს, სირაში მლა ავაყოლე ჩემი ხმა ჩუმად და ისევე ვიცი ის რასაც აიკითხავს და როგორც გზნობს და აი მარიზას ვიცნობ თითქოს ბები ამის. იმდენად ამ ლექსიდან ისე იხატება, უბრალოდ წარმოდა შეიძლება ცრემლებიც მოგადგეს თვალზე და უმრავჯერ მცირამიცის რომ უამრავჯერ ყოფილა ჩემს თვალზე ცრემლი ცირას, როცა ცირას მას კითხულობ ნაწერებს და განსაკუთრებით ახლა ბოლოს წამიკითხა მან პატარა მოთხრობა თუ მინიატურა. თუმცაც ეს შემცხვა ცირასი და საწამეღო ცრემლები და საწამეღო თვალები აღარ ვიცოდი და ეს ალბათ არის ჭეშმარიტი ხელოვნება და ისევე თქვა შემიძლია ვთქვა ბელა შემოქმედებაზე და ჩვენ არ ვართ შეყვარებული ჩვენ შემოქმედებაზე ასევე გვიყვას ერთმანეთის შემოქმედება მე მინდა ვთქვა. რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია სევდიანმა ნოტამ რაც რა თქმა უნდა მშვენება პოეზიის მე გამახსენა სოთაშორის ცირა შენი ყოფილი მეუღლე გივი ტრეშელაშვილი საოცარი პიროვნება და საოცარი პოეტი რომელსაც ელის თავის დროს ანუ პროფესორად დროელის გივის როგორც გინდათ ისე გაიგეთ მაგრამ მე ვიცი რომ აი ეს მომავალი მის პოეზიას უფრო კარგად წაიკითხავს უფრო სწორად და ღრმად ჩაწვდება ის მართლა უცნაური და რაღაც მართლაც დამაფიქრებელი პოეტური ფორმების და შინაარსის მქონე პოეტია და არც რატომღაც გამახსენა მე გამახსენა ხმამ იმიტომ რომ მაიაკოვსკის სახელ მუზეუმში თუ გახსოვს შენ მაშინ ახალი გარდაცვლილი იყო გივი შენ წაიკითხე მისი გადაიღეს მე წავიკითხე მაშინ და ცრემლები მქონდა ხმაში და მე ის გავცელდა რაღაც და მე მაქვს ის ჩანაწერი რა თქმა უნდა და კიდე გავაგრძელებ და ეს აი ის ინტონაცია დამეწია ასე ვთქვა თუ ცბად და ყველაფერი ეს გამახსენა მე ვისურვებდი მალე ემოციებისთვის ნანა შენი რაბი წავიკითხე ის ბათუმში რაც შენ ნებათაღელვა გამოიწია ლექსმა გვირგვინის გარეშე დარჩა მაგრამ გვირგვინოთ მაინც იქცა არა უშავს მე მანამდე ვიტყოდი რომ ვისურვებდი ძალიან მალე დამდგარი იყოს ის დრო როდესაც გივი ტყეშელაშვილის პოეზიას წაიკითხავენ და ეს იქნება ისევე აღქმული როგორც ავტორმა ჩაიფიქრა და როგორც ავტორმა დაწერა და ვიტყოდი რომ ეს მართლაც დიდი პოეტია თანამედროვეების გივი ტყეშელაშვილი და მინდა კითხველმა იცოდეს მისი სახელი და მისი გვარი და მისი შესანიშნავი შემოქმედება რა თქმა უნდა რაბი ეჩხუბე და გულზე მოგეშვება მე ერთხელაც ვეჩხუბე და მას მერე სიყვარულის ცრემლები ჩამდის გულში ცირას მესიჯიდან გული იყო და მუშტის ხელა იყო და დაიწურა და დაიწრიტა და ცერებზე შედგა რაბი ლილეოსავით შემაღლდა და გაიშალა და აიწია და აცურდა რაბი კლდეებს და ქარაფებს და ღრუბლებს და ორფთა საბუდარებს შეეხალა რაბი იწივლა და იზრინა და იქუხა და იგრგვინა და ცაფეხად ჩამოშალა რაბი ცისარტყელასავით მოირკალა და მოიღვენთა და მოირღვა და ცოდის წვიმება წამოვიდა რაბი ამ ცოდის წვიმებში უნდა ვიხოხო და უნდა ვიწანწალო რაბი შუშის ნამსხვრევებზე და ალესილ ხმლებზე და დანის პირებზე ფეხში შორმა უნდა ვირბინო რაბი სისხლი უნდა მწეთავდეს და ჩირქი უნდა მწეთავდეს და ბალღამი უნდა მწეთავდეს ჭრილობებიდან რაბი კოჭრები უნდა მომედოს და აბედი უნდა მომედოს და კეთრი უნდა მომედოს რაბი ქვესკვლელში უნდა ჩავარდე და ნაბერწყალი ცეცხლისა იმ სეტყიდეს და ბალახის ხერივით უნდა გამთიბონ რაბი სახლი უნდა წამართვა და ლიბო უნდა წამართვა და მსხლის ჩერო უნდა წამართვა რაბი დედა უნდა წამართვა და დედა უნდა წამართვა და დედა უნდა წამართვა რაბი ენა უნდა წამართვა და სასო უნდა წამართვა და ილაჯი უნდა წამართვა რაბი
ეჩხუბეო მეგობარმა მირჩია და უნდა წაგეჩხუბო რაბი ცხერი უნდა ჩამოუშვა და წარმები უნდა შეგიყარო და ქვეყანაც უნდა შეგიყარო რაბი უნდა გიჩივლო და სასამართლოებში გარბენილო და ნაფიცი მსაჯულები უნდა დაგახვიო რაბი ნამუსა ხელი უნდა ავიღო და შუბლის ზარღვები უნდა დავიწყვიტო და ძველ ბიჭებშიც გაგირჩიო საქმე რაბი უნდა გიწივლო და უნდა გიკივლო და მუშტებიც უნდა მოგიღერო რაბი იცოდე დაგენდურე და იცოდე გაგიდექი და დღეიდან ჩემი ფეხი არ იქნება შენს წინკარში რაბი აქ ხომ პირი მაგციე და აქ ხომ ზურგი მაგციე და იქ მაინც მიმიხედე დედას რაბი მოხუც მიმიხედე რაბი მერე მოდი და ერთხელაც მოდი და თუ გინდა ანას და თავს წამომადექი რაბი ფეხებში ჩაგივარდები და მუხლებზე მოგეხვევი და შენს წინ მიწასავლოკავ და ნუ წამომაყენებ რაბი გულში სინანული სრემლის ტბებია და გულში მონატრების სრემლის ტბებია და გულში სიყვარულის სრემლის ტბებია და ამ სრემლის ტბებში დაგბან ფეხებს რაბი ხამლი რად მინდა და ტილო რად მინდა და ჯვალო რად მინდა და ჩემი თმებით გაგიმშრალე ფეხებს რაბი თუ ამჩნევ თვალებიდან სინანულის მზეები რომ ამომდის და თუ ამჩნევ თვალებიდან სინანულის მთვარეები რომ ამომდის და თუ ამჩნევ თვალებიდან სინანულის შუქრო არსკლავები რომ ამომდის და თუ ამჩნევ ამ ბოლო დროს თმები რა სწრაფად მეზრდება რაბი აი პოეზია დღევანდელი დღე რატო მინდოდა ყოფილიყო წმინდა პოეტური იმიტომ რომ პოეზიის დაბედება სხვა დაბედება რა თქმა უნდა აქცევდაც არის ბევრი აქ არ არის ჩვენ არ ცეკვავთ არ მღერით არ თამაშობთ არ ვიცი არაფერს არ ვაკეთებთ უბრალოდ კითხულობთ ლექსებს რომელშიც არის რა თქმა უნდა სიხარულიც არის სევდაც არის წმენა არის დიდი თანადგომა სიყვარულია მოფერება სამყაროსადმი ყველაფრისადმი ყველა საგანი როდესაც გიყვარს ყველა არსება რომელიც გიყვარს არსებული თუ არ არსებული არ აქვს მნიშვნელობა აი მინდა ეს დაებედო ჩვენს მსმენელს რომ აბსოლუტურად ასეთი ღრმა შინაარსიანი ყოფილიყოს მის ცხოვრება როგორც არის პოეზია როგორც არის ეს დიდებული ემოცია და განცდა ბელა პანდე ერთს კიდე მოვასწრებთ იმედია ერთ ამას ლექს და მერე გივის ლექსს რაიმეს თქმა ხარ გინდა რაღაცის თქმა გინდა შენ როგორც ჩანს ის იმის მასში ვარ ნანას ლექსის განცდაში და მე სხვანაირი სულ ერთი არ მინდა ბედი საკუთარ ტანში მიგვიწვია სევდის მოგვებმა დაიბნას ხამის აწყობილი წვდიადის წრედი და ჰიმალაი გადადგერო შენმა ფლოქვებმა ცრემლებით მოვწყავ შენს აწეწილ ოქროსფერ ფაფარს და კოსმოსების არად მიჩანს არც ერთი ეშვი გალაქტიკების მარადიულ უბნელეს მაყარს დაიბნას ხამი ამჯერადად ჩემს სიყვითლეში უნდა გიყვარდე გადავლილი დედამიწა რაღაც გვარგია მე შენ გაძლევით ხეიდან და ღამეს მირიაც შენ საქმე კისესაც ჩემს მკლავებს ვეღარ წაჰქვრი ან შენს იქეთ არცროს ღამები არა მივლია ოდაიტირონ ჩემი სისხლი ბევრმა მზეებმა მე სხვანაირი არ მინდოდა აროდეს ბედი ხამეს ცისკარის ფერი ერევა მე ცავირევი სამყარო უძველეს სევდით მე შენს აღერილ კისერს ვეხვევი და დაივიწყო ჩემ ახსოუნამ ჟამი ნეტავი ხილვა ამევსოს უთეთრესი წამის შეხები ჩვენ ვართ კენტავრი გზად წასული ჩვენ ვართ კენტავრი არა კაცი და არა ცხენი ვართ კენტავრი და ვიდრე მზია და ვიდრე ღამეს ვეძლევით აწი ჩვენ ვართ უკვდავი ჩვენ ვართ ბევრი ჩვენ ვართ ნეტარი და სხვანაირი არ გვინდოდა აროდეს ბედი მე არ ვიგონებ მას ოქროს თმიანს აღარ ვიგონებ საკუთარი სავსე ვარ ხვედრით საბედნიეროდ ამჯერადაც აღმოჩნდა გვიან მშვიდობით ჩემო მედინ ღამეს ვტოვებ შენს გვერდით და ჩვენ ვართ ძმები არა უფრო ჩვენ ვართ კენტავრი არა კაცი და არა ცხენი ჩვენ ვართ კენტავრი შეიძლებადეს დავიწყება ჟამის ნეტავი შეიძლებადეს გადაცვალო იყო და აწი შეველეკებით უსასრულო ქაოსის მართვას ვიდრე სივრცეებში გამქარდებით შეუნდოთ ყველას აქ ვინც დარჩება ცრუთა და მართავთ ყველას მივართვათ შენდობის წყევლა ჩვენ სხვანაირი არ გვჭირდება იცოდე ბედი საკუთარ ტანში მიგვიწვიეს ტანჯვის მოგვებმა დაიბნას ხამით აწყობილი ვარსკვლავთა წრედი და გადადგეროს დედამიწა შენმა ფლოქვებმა ხოდა წავიდეთ გადავლილი დედამიწა რაღაც გვარგია გალაქტიკების კეოტაფებს გაუღოთ გული ვიდრე ვარსკვლავებს ალიონის შუქით და გვიან გამოვიტიროთ ნაცხვისარი ჩვენი წარსული
ვინც მირიადი მზე აანთო აზიის ტანში სოქროსფერი აკლამების დიდი მფლობელი ჩვენ ხომ გვიყვარდა თუ ერთხელ მაინც მოვგვაგონა ბინდისფერი ესე სოფელი მოგვენატრება 10000 კოცონის შუქზე როცა ვარსკვლავებს ფოქვებიდან წვდიათში გავშლით როცა დავამსხვრებთ მახსოვრობის ყუბსებს და ღუზებს ვინც მირიადი მზე დაანთო აზიის ტანში წავსურვალთო და მიუტეოთ იესოს ბუდას და მათ ბასტარდს მასწვერებიან სხვანაირ მაჰმადს ასე მშვიდები შერჩენოდნენ საწუთროს მუდამ გადარჩენოდნენ სამყარეულ სენსა და სახაც ლაოძის კონფუც კეცალკოაც ოლიმპს და ასგარდს ფროკენს ტაბაკონს მავანს და მავანს შევსწრები ვართ 100000 ზეობის კასკადს გვეყოფა მორჩა მივდივართ წავალთ ადუხდეს კოსმიური კატასტროფები მზე დაიშალოს მთვარის შუქთან გავიბუტებით ოდესმე კიდევ შემოგივლით ამ სამყაროში საწინდრად გქონდეთ აფლეთილი აზიმუტები ჩვენი ფლოქვები და კიდევ სიზმრებს სისხლშიგან მოყიალეებს გიტოვებთ ძევლად ლანდა ჩრდილებ და კარგულები ჩვენი სულის ურცეს ოკეანეებს რას დაიტევენ ამ სიტყვების ნაკადულები მე შენ გთავაზობ ჩემს ყველამეს ცოცხალს და ცხედარს მიწაში დებულს ხვაში დამბალს შექმნის შესაქმნეს წამოამაღამ გადაგიყვან დროის გადაღმა გამოგიწერძავს სხვა სამყაროს მტკივან შესაქმეს წამოდასრულ და უსასრულო ფიქრთა თარეში ჩვენ გადავლახეთ დედამიწის მიზიდულობა მოდი გავწიოთ ზმანებების ურცეს ხარეში მოდი დასრულდეს დროშის სტუმრობა თემშვიდობებით ქაოს კოსმოს ფინალსა და ნათელს სრულთა და მართალთ მაღალ დაბალთ მავანთ და მავანთ გიტოვებთ ფიქრებს გალაქტიკებს ფიქრებით ნათელთ გვეყოფა მორჩა მივდივართ წავალთ აი ეს გადასარევი იყო აი და ესეთი უკვე მუხტი სხვა მუხტი შემოიტანა ბელამ აჩქეფას სისხლი აჩქე ალაპარაკა სამყარო მთელი აქ გივის ლექს მოვკარი მე მგონი თვალი ცირა და მოდი აი სიმბოლური იქნება მისი ლექსი თუ დავასრულებთ ჩვენს გადაცემას გაზაფხულისთვის ქალაქში მოკვდა მოხუცი ლანდი თვარის ლანდებზე უფრო მაღალი სრულიად შობის არისტოკრატი სრულიად თიხის თამომავალი სენარ ცეცხლი მაღლდება ცეცხლზე წვანეზე ლურჯი ჩამოდის ფერი და წვიმას კიდევ არ აქვს სხვა გზა ტყვეა და ელავს წინ დეკემბერი გაჭკნენიები ცრემლების ნაცვლად ქულს უფრო მძლავრი დალა უხერხულია დღეს ყველა ჯვარცმა თავად ჯვარცმენიცაში გამდგარა დაუთხშაბათის სანდო ანდერძით მაისის ქვრივი ისევ გარეთსის სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის მე მგონი ეს იყო საუკეთესო რაც შემეძლო მე პირადად და რაც შეგეძლო ჩვენ დღეს გვეძღვნა ჩვენი მსვენელებისთვის ჩვენი თანაკალაკელებისთვის და ქართველებისთვის და საკუთარი თავისთვისაც ნამდვილად პოეზია დაგვებედებინა. მოდი მართლაც პოეტური ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება, ასეთი ლამაზი, ღრმა, შინაარსიანი და მიმზიდველი, აი ყოფილიყოს აბსოლუტურად ყველა ქართველის ცხოვრება და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენს რადიოსანს მინდა უსურვო ყველაფერი საუკეთესო დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე იმედია მოგეწონათ ჩვენი პოეზია მე ცოტა სევდიან ნოტაზე გადავედი მაგრამ არ ავშოს ჩვევია კარგად სანდებოდ სლოტ კლუბების ქსელი ლას ვეგასი ჯერ